დილა მშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? ჩაბნელებულია აქაურობა წვიმისგან. ეხლა უნდა გადაგახედოთ გარეთ რა ხდება. აი ნახეთ. რა ამბავია. არ ვიცი როდის დაიწყო წვიმა. გუშინ საღამოს. გვიან, ხო. და მთელი ღამე ალბათ წვიმდა. ეხლა ცოტა გადაიღო. გიას შევუწყვეტი და სოსისი მქონდა აქ. პოლიცია. ეს ხომას გავუტანო სამუშაოზე. არ დაგვიანდეს. გოგოებო, უღრმესი მადლობა თქვენ, ვინც გვერდში მისგახართ. თიას არ ვიცი რა ვუთხრა, გუშინ კიდე ჩამირიცხა 60 ლარი და არ ვიცი, აი ძალიან დიდი მადლობა თია. ესეთი ადამიანი დღეს უკვე თავზე არავის არ გადასდის. მე მესმის ეს, რომ ძალიან ძნელად მოსაპოვებელია ეს აუცილებელიც კი და როცა ადამიანი ამ დროს აი ასეთ დროში, ასე ვთქვათ, მძიმედ, ძნელად ასატანი დრო არის. როცა აი ესეთ დროში სხვას უყობს თავისას და უნაწილებს, ეს არის ჩემთვის, არ ვიცი, აი ძალიან დასაფასებელი. ყველას დიდი მადლობა. უბრალოდ სიტყვით თაც კი, ვინც გვერდში მიდგახართ, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. 2 თვის წინ კიდე ვიღაცას გადმოურიცხია ჩემთან ესეთი საიტი არის, კოფი საიტია თუ YouTube-ს აქვს ეს ფუნქცია დონაციის. და აი მათ გოგოებო და ისიც ეხლა ვნახე და არ ვიცოდი. ეხლა ვნახე ისიც ძალიან დიდი მადლობა ერთი სიტყვით ყველას. ეს ცირედი დახმარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა თია რასაც აკეთებს, ეს მცირედი არ არის, ეს დიდი თანხა არის ჩემთვის. და კოფიზე შეგიძლია ეს საიტია, არ ვიცი როგორ თქვა, საიტია ალბათ, ხო? შეგიძლია ჩარიცხო ძალიან მცირე თანხებით და იყო იქ რა, ცოტა. მაგრამ ხალის გმატებს ადამიანს, мотивაციას გაძლევს, რომ გააგრძელო შენი საქმე, გოგოებო. და ის პატარაც და ის მცირედიც თითქოს გახალისებს და ჩემთვის მაგალითად ბევრს ნიშნავს ძალიან ეს. და უღრმესი მადლობა თქვენ ამ სიკეთისთვის. ძმა დაიწყო ისე. ამაგარი. ახლა ეს გიას გავუტანო და პური. საყიდელი მაქვს. ეხლაც გამოვიძახებ ორი ნახევარიდან, იმიტომ რომ ისე წვიმს, რომ რა ვიცი, რა ვიყავ. ეს მაქვს ცოტა პური. აი ნახეთ. ხო ჩანს რა ამბავია. გავუტან ამას და მოვადუღოთ ყავა. მოვედი.
ძალიან პატარა ჭიქებში არ ვაკეთებ ხოლმე მე ყავას. ვაკეთებ იქ ამ ჭიქაში. ვაფლის ტორტი მაქვს. ამას დავჭრი. ესეთი. გუშინ მანიკური გავიკეთე როგორც იქნა და ესე იგი თეთრი მინდოდა. აღარ მინდოდა ვარდისფერი და მაინც ვარდისფერი არის მოგოებო არ ვიცი რა. რაც გიყვარს ადამიანს. ეგრე გამომივიდა მაინც რომ ვარდისფერი. ეს ხო ბზინავს ცოტა და თითქოს ვარდისფერს უფრო უხდება ეს სიბზინვარე ვიდრე თეთრს. და ავიღე მაინც ვარდისფერი. ეს არის ძალიან დინამიკური ეს ტორტი. ბანანი არ მაქვს. მეუშავს. ნამცხვარი შევატანოთ დღეს. ნამცხვარია ხო იგივე. როგორი ლამაზია მიდია. წვიმაში მე ვერ გძნობ ხოლმე თავს კარგად და დღეს კარგად ვარ. დაბლა არა ეხლა ბუბეებს რო ვუყურებ არა, მაგრამ აი შინაგანად ცუდად არ გძნობ თავს, არა და ეგრე ვარ ხოლმე. ესე შორიდანაც რო ვუყურებ მომწონს რო წვიმს. ყველაფერი იქნება კარგად, ჩემო სიხარულებო, უღმესი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. არ ვიცი მე ყოველ დღე არ არსებობს, რომ მადლობა არ ვუთხრა ღმერთს. მადლობა არ ვუთხრა ყველაფრისთვის, ვინც კი არის ჩემ ცხოვრებაში, ვინც კი გამოჩენილა, ვისაც კი შეხვედრი ვარ. არ ვიცი, ყველა დალოცავს ღმერთმა. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის და გაჭირვებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მე პირადად არც ერთი დღე არ მქონია ესეთი, რომ დავუშვათ, აი მშიერი ვიყო. შეიძლება არ მქონდეს ხო საშუალება რაღაცა დიდი ფული, რომ რაღაც ისეთი რაღაცები მოვიტანო სახში საჭმელი და სასმელი, მაგრამ ისი არასდროს არ ყოფილვარ, რომ აი ლუკმა პური არ აქვს კონდეს ადამიანს. ხო
ხო და ეს უკვე მაიმედებს და მადლიერების გრძნობის მადლიერების შეგრძნება მაგ ძალიან დიდი უფლის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ ვინც ჩემ ცხოვრებაშია ვინც ცდილობს რომ რაღაცით შემიმსუბუქოს დავუშვათ და ეს ყველაფერი თან ორმხრივია ადამიანი რასაც გასცემს გოგოებო ის უბრუნდება ამიტომ არის გუშინ აღარ მინდა გამომახვილო ყურადღება ისეთ ნეგატივზე მაგრამ ამიტომ რომ სხვისი არ უნდა შეგშურდეს იმიტომ რომ ყველაფერი სამყაროში ხდება დაბალანსებულად წინათვეს ისე ძალიან გადავიღალე რომ რაღაცა მომენტში მეგონა რომ ვეღარ შევძლებდი და ვეღარ გავაგრძელებდი ვიღაცისთვის შეიძლება ეს არაფერს არ ნიშნავს და თქვას რომ უღარ გავაგრძელებდიო მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს მე მიყვარს ეს მე მიყვარს ჩემი არხი ჩემი ბაღივით არის რომელსაც ვუვლი და ვუფრთხილდები და ვეფერები ჩემ გოგოებს და ამ ყველაფერს ძალიან დიდი ენერგია უნდა და წინათვეს ვიყავი ისე რომ უკვე მეგონა რომ ვეღარ შევძლებდი გაგრძელებას ამ ყველაფრისა და ხო გახსოვთ მე ყოველდღიური ვლოგები რო დავიწყე და შევამცირე ერთი ვიდეო ფაქტიურად და 10 დღე ვიღებდი ყოველდღიურ ვლოგებს ანუ სათაურებსაც კი არ ვაწყებდი რომ ცოტა დამესვენა ანუ არ იფიქროთ ისე რომ ეს ვითომც არაფერი ეს რა არის გამოდის და უბრალოდ თავის ცხოვრებას გვაჩვენებს ესე არ არის ეს ამას უნდა დიდი ენერგია თორე რატო დავიღლებოდი ხო რაღაც მომენტში ძალიან მიყვარხართ ყველა წავედი ახლა იქით გავიდეთ მოვედი და მოვედი გოგოებო წვიმის ხმანეტა თუ ისმის ჩვენთან ისმის და ძალიან ლამაზად ისმის ხო ნახე ესე ყველა ისმის ლამაზად ოქროს ბუნების ხმები? კი. ვიღაც ხო იწვიმა. ხო ვიყავ. მდინარის ხმა ძალიან მაგარი. რო დაიძინო მდინარის პირასაც ძალიან სასიამოვნო იქნება. მდინარის ხმა რაღაცნაირად იავნანასავით. ბუნების ხმები არ არის გამაღიზიანებელი, ხო? არა. რა სამუქ რა გამაღიზიანებელი? არ გაწუხებს ვერც არც, ხმაურსაც კი ვერ არც. ვერა. ალბათ ჩვენიდანაც ჩვენშიც არის ეგ რაღაცა პატარ-პატარა ხმები ეგეთი და იმ მაგით უცხო არ იქნება თორე მიუღებლობა გვექნებოდა. უცხო არ არის. თორეება იმას მოусმინ ერებს თუ არ დაქლის დიდი ხანი. ამ პერფერატორს. იქნება. კარგია. კარგია. გემრიელია ძალიან ყავას არა აქვს შაქარი. საერთოდ არ უყავ. ეგრეც ვერ დავი. დალე, გუშინაც ეგეთი დალე ვერც მიხვდი ისე.
გუშინ უყავით ხოლმე შენ და არ გასწოს. ეს შეატანე ჯერ ეჩაკუნჩი და მე ყავა დააყოლე. არა გუშინ ქონდა სიტყვა. არა ქონდა კი. გამიკვირდა რომ დავიდე. ბალანსზე რა სიტყვია, ბალანსი. რა ბალანსი? ანუ სოფიოში არის ბუნებაში და ყველგან არის ბალანსი. არის თუ არა ესე. იგივე ადამიანი რასაც გათესავს იმას მოიგისო რა. ყველა აბსოლუტურად აი მადიდან იქნება ბალანსი. ჩემი აზრით. ზოგი მაგას იმას უწოდებს ბუმერანგის კანონს და მართლა მუშაობს ეს ყველაფერი. და თუ ცუდს გაუშვებ, აუცილებლად ცუდი გიბრუნდება. მაგას მე რო არ გავცე პასუხი, 2000 წელიწადია უკვე ჩაწერილი. მინდა კიდევ ვთქვათ, იმიტომ რომ სახარებაში კაცი რასაც დათეს, იმას მოიგისო. ასე წერია ბიბლიაში. 2000 წლის წინ არის ჩაწერილი. ხო, მაგრამ ნახე შეხსენება და გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადამიანებისთვის და ჩვენთვისაც. როგორც გინდათ რომ მოგექცნენ, ისე მოეკეცი სხვას და კაცი რასაც დათეს, იმას მოიგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, აი, სანამ რაღაცას გააკეთებ ადამიანი. სანამ რაღაცას იტყვი. ესეთი ანდაზაც არის ქართული შენი ენა შეპიში არ არის, ხო? ნუ იტყვი. ენას კბილი დააჭირო, ხო იცგია. ძალიან ბევრი გამოთქმები გვაქვს, ძალიან ისეთი რა, რომ ისა, რა ქვია, ბრძნული. იმიტომ რომ აუცილებლად ჩემ თვალწინ ხდება იმდენი, რომ ბუმერანგი მართლა მუშაობს და ყველას ვინც როგორ და რანაირად იქცევა უკან უბრუნდება, იმდენი ხდება, რომ სამჯერო სამისი. და მე მაგალითად ვცდილობ, რომ ყველასთან ვიყო, არ ვიცი, აი, სუმართალი ვერ იქნები. იმიტომ რომ არასრულყოფილები ვართ ადამიანები და შეიძლება რაღაცეები შეგვეშალოს და გვეშლება, მაგრამ რაღაცას რო ვაკეთებ, მართალი ვიყო. რაღაცას რო ვეუბნები ვიღაცას, მართალი ვიყო რა, გული არ ვატკინო უაზროდ. ისე რომ ჩემი საქმე არ არის და უშოთ. იმიტომ რომ ეგ ყველაფერი აუცილებლად ადრე თუ გვიან დაგიბრუნდება უკან ადამიანს. ვიზრდებით ჩვენ. მე მაგალითად YouTube-ი ძალიან ვიზრდის.
ძალიან. ან მეგონა რომ რაღაცა ადრე ზოგჯერ ხომ ისეთ კომენტარებზე ღამეები გამითენებია მიტირია კიდევაც ძალიან გავნერვიულებული ვარ, მაგრამ არ მეგონა რომ როდისმე მივახწევდი იმას, რომ აი ესე შვიდად წყნარად მივიღო ეს ყველაფერი. და თუმცა პასუხი გავცე, მაგრამ მივიღო ესე შვიდად და წყნარად. ცხოვრება გვასწავლის გოგოებო ამ ყველაფერს. და მე მიხარია რომ ჩემ თავსაც ვამჩნევ ამას, ვატყობ რომ გავიზარდი ამ ხრი და ეს ძალიან კარგია. თუმცა ვერ იპოვი თუ ერთ ვიდეოში რომ მე გამოვედი და ვიღაცა გავლანძღე და და მთელი ამბები, მაგრამ მახსოვს რომ ძალიან განვიცდიდი ხოლმე. ძალიან განვიცდიდი პირველ ან დასაწყისში. ახლა ესე არ არის. ახლა სხვანაირად არის უკვე საქმე. ყველაფერს სჭირდება ჟანა დრო და გამოცდილება. კი. ზოგადად ყველასფერი. კი. ბულინგისა ტანასაც სჭირდება გამოცდილება. ზოგადად ზეღარ რო თქვი, ახლა მაგაზე ვფიქრობდი, იმიტომ ვიყავი ჩუმად. ანუ რასაც თესავს ადამიანი, მოქმედებით, სიტყვით. ყველაზე დიდი პრობლემა, რატომაც ეს ყველაფერი ხდება, ეს არის ჯერო იტყვი, ანუ ჯერო მოქმედებ და მერე რო დაფიქრდები, ანუ პირიქით რო ხდება რა, ანუ დაუფიქრებელი მოქმედება ან საქციელი. ხო? ან სიტყვა, დაუფიქრებელი. აი დაუფიქრებელი რას ნიშნავს, რომ აზრი მოგივიდა თუ არა, მაშინვე გაახმობა. აზრები მუდამ მოგვდის, ხო, ადამიანებს. ხო, შეფასებებს ვაკეთებთ რა. რო ეხლა ამას რო ვიტყვი, მართალი ვიქნები, ხო, უნდა დაფიქრდეკია. ეგ ყოველთვის ბავშვობიდან მაქვს მე, ეგ. აი, შემიძლია ვთქვა, რომ უაზროდ რაღაცა რომ მეთქვას, შეიძლება რამდენიმე გამახსენდეს 1 ან 2, რომ მენანოს. ხო. ხო და რა რისიც ხო, დაფიქრე რას ამბობ. ანუ ფიქრი აზრები გამუდმებით მოგვდის, ხო, ადამიანებს. კი. და კონცენტრირებას რაზე გავაკეთებთ. ყურადღებას მაგრამ მიაქცევთ. გინდათ ცუდზე გავაკეთეთ კონცენტრირება. ხო, აი რაღაცა მოგვივიდა აზრი ვიღაცის მიმართ ცუდი. და მაშინვე უნდა ვთქვა თუ ჯერ უნდა ვიფიქროთ ამაზე. უნდა ვიფიქროთ. ვთქვათ, ღირს ამაზე ლაპარაკი, არა ღირს, რამეს შეცვლის ეს ჩემი ლაპარაკი, უბრალოდ გულს ატკენს ვიღაცას. აი ბევრი რაღაცებია კრიტერიუმები და ახლა რა თქმა უნდა ნახევარი დღე არის ფიქრობ ესეთ რაღაც დეტალებზე, ხო? იმიტომ რომ მუდამ მოგვდის აზრები, მაგრამ პატარა სტოპი უნდა ადამიანს, როცა რაღაც აზრი მოსდის, სანამ გაახმოვანებს და ვიღაცასთან ან იმოქმედებს იმ აზრის შესაბამისად უნდა დაფიქრდეს, ხო? დაუფიქრებელი ლაპარაკი წმინდა წერილებშიც როგორც წერია იცი. არა, ეგ წენა. დაუფიქრებელი ლაპარაკი შედარებულია უგუნურებასთან. უგუნურობა. რატოა უგუნურობა? იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაღაცა გამოიწვიოს შენმა ლაპარაკმა, მოქმედება, სიტყვა, რა ქვია იმას, რა ქვია. იმას ნამიოკებით ლაპარაკმა, რომ ძალიან დიდი ტკივილი მიაყენო, ან რაღაც საქმე გააფუჭო, ან ურთიერთობები ჩაშალო და რა ვიცი. და გამოდის რომ უგუნურია ესეთი ადამიანი, ვინც ამაზე არ დაფიქრდა, რაც გამოიწვევდა თავის აქციებს, ხო? აი დაუფიქრებელი ლაპარაკი შედარებულია უგუნურობასთან და სიბრიყესთან. და ბრიყვი კიდე როგორ არის შეფასებული, იცი, წმინდა წერილებში. იგავებში წერია, რომ უმჯობესია ბელებწართმეულ დათვს გადაეყარო დღეში, ვიდრე უგუნურსო. ბელებწართმეული დათვი. მოხვდებით. გაშმაგებული დათვი რა სახიფათოა. მაგრამ მაგას წააწყდე უფრო
უკეთესია, ვიდრე უგუნურ ადამიანს წააწყდე. ისეთი რაღაცა შეიძლება გამოიწვიოს შენ ცხოვრებაში. მისმა დაუფიქრებელმა და უგუნურმა საქციელმა. ლაპარაკო. ნუ ყველაფერი შედის რა. ინფორმაცია, ხო? ყველაფერი ინფორმაცია მოქმედება სიტყვას და ასე შემდეგ. კი. ამიტომ აი ყოველთვის ადამიანი უნდა ფიქრობდეს რას ამბობს, რატო ამბობს, რა მიზანი ამოძრავებს, რას შეცვლის მისი სიტყვა და ასე შემდეგ, ხო? კი. მისი საქციელი. აუცილებლად. თან კიდე, როდესაც რაღაცას ვხედავთ ან რაღაცას ვისმენთ, ხო? ფიქრი, აზრები ხო მოვდის. შემდეგ ვიწყებთ შეფასებას. აინახე ეს როგორ არის? აინახე იმა როგორ გააკეთა, იმა როგორ თქვა, იმა როგორ იმოქმედა და მოვდის აზრები, ხო? და ვაკეთებთ შეფასებას. ეხლა ესე კარგი იყო, კარგი გააკეთა, ცუდი, კარგი თქვა, ცუდი თქვა. მაგრამ როდესაც რაღაც ინფორმაციის საფუძველზე შენ დასკვნები გამოგაქვს, დარწმუნებული ხარ, სრული ინფორმაცია გაქვს? სრული სურათი იცი იმ სიტუაციის? ხო, ჯერ უნდა გარეკო. თუ რაღაც ფრაგმენტი იცი და მგონია, რომ დანარჩენი შენმა უნდა ააწყო. როიტყვიან ის მოზაიკა და შენ წარმოდგენაში გაქვს ეგ სიტუაცია, რაღაც აზრი. როდესაც სრულ ინფორმაციას რაღაცაზე არ ფლობ და უკვე შენ თვითონ დასკვნებს აკეთებ, რა თქმა უნდა, მცდარი იქნება შენი შეხედულება. ამიტომ არის საჭირო ყოველთვის ფიქრი, ვისთან როგორ ვიმოქმედებთ, როგორ ვისაუბრებთ და ასე შემდეგ. ცუდის ლაპარაკი ყოველთვის ამფუჭებს. გარკვეული ხარ სიტუაციაში, თუ არა ხარ, თუ როგორ არის გია. როცა ცუდს ლაპარაკობ, როცა ბუღმებს ისვრი, ეს ყოველთვის საქმეს აფუჭებს. ორი ადამიანის კი რო ერთმანეთთან დაუშვათ კამათში იყოს და ვიღაცა სტყუოდეს, ხედავდე, ხო? ის შენი ჩარევა უნდა იყოს რაღაცა სიკეთის მომტანი. ხო, ის კი არა. ის კი არა, რომ ის გაამტყუნო და ის რა ქვია, მიაყენო კუთხეში და გაანადგურო. არა, შენი ჩარევა უნდა იყოს, რა ვიცი, შერიგებისა თუ შესაძლებელია, ან განმუხტისა, კარგად თქვი. ხო, რაღაცა სიკეთე უნდა მოიტანოს შენმა ჩარევამ. თქვენი სიტყვა იყოს, რომ მადლიანი, ხო? მარილით შეზავებული, ასე წერია. კი. წმინდა წერილებში. მარილით შეზავებული რას ნიშნავს? აი, მაგალითად, საჭმელი მოამზადა დიასახლისმა და მარილს თუ არ უზავ, რაღაც ის გემო აღარ აქვს, ხო? ყველაფერს, ყველა კომპონენტს რო გემო წამოიღოს, მარილი უნდა. და როდესაც შენ სიტყვას მარილი აკლია, უგემურია. ხო. შენი ნათქვამი სიტყვები. ეხლა იმას კი არ ვამბობ, რომ მტყუანი გაამართლო და ის გაამტყუნო. მე მაგას არ ვამბობ. ან მადლიანი იყოს, რომ მადლიანი რა არის? მადლობიდან მოდის, ხო? მადლობელი რო ხარ, ანუ ისეთი რაღაცა გაგიკეთეს, რომ მადლობელი ხარ. ღვთისადმი მადლიერება ეგ არის, ხო? მადლობელობა. ხო. და შენი სიტყვები ისეთი როა, რომ ვიღაცა აღძრულია, რომ მადლობა გადაგიხადოს, აი ეგრეთი უნდა იყოს შენი სიტყვები, მადლიანი. ხო. კი. მარილით შეზავებული. მოციქულებიანი. ხო, ზოგადად ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი სატარებელი გვაქვს. ნუ იფიქრებ, რომ შენ რაღაცა იმაზე ცუდად ხარ, უფრო დაჩაგრული ხარ, უფრო ესეთი, იმიტომ რომ არიცი ბოლომდე იმას რო უყურებ შენ, ხო? რა აქვს გულში, სულში, რა სატარებს? არიცი. და ყველას გვაქვს ჩვენი სატარებელი. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ერთმანეთს თბილი სიტყვების მეტი ფიქრობ, რომ არაფერი არ გვაქვს ერთმანეთთან სადაო და თბილი სიტყვების მეტი არაფერი არ უნდა ვუთხრათ, რა ვიცი. მე ყოველთვის ესე ვაკეთებ. პირადად მე.
ხო, მაგრამ მე რა მაინტერესებს ჯანა, შენ რა აზრი გაქვს, შენ როგორ უნდა ქონდეს ადამიანს რეაქცია, თუ თქვათ ვიღაცა გეუბნიო რაღაც არასწორს ან ვიღაცა არასწორად მოქმედებს. ეგ თქვათ შემიკითხე და იმო გითხარი, ხო, ჩემი თვალსაზრისი. ხო. მაგრამ ვის მიმართაც ხდება ის როგორ უნდა იქცეოდეს? ხო, ეხლა არიცი შენ გია ეს ყველაფერი და მე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემ მიმართ მოხდა ეს, რომ გუშინ რაღაცა ცუდი ისინი მომაყარეს რა, რომელზეც არ მინდა ლაპარაკი. მაგიტო დაიწყე. ხო, მაგიტო ვლაპარაკობ, ხო, იმიტომ იქით უკვე ვთქვი რაღაცეები რა და შენ არიცი ეს. იმიტომ რომ არ მინდა რომ ეხლა ყველაფერი დავუშვათ ძალიან წვრილმანებში აღხსნა რა და გავარჩიო. ჩემ მიმართ არის და აი ზუსტად როგორც გავეცი ეხლა პასუხი, გონია რომ აი ესე თბილად და ტკბილად უნდა გასცე პასუხი ადამიანს. და არა იმითი რა ვიცი. მაშინ ისეთი ხდები გია. ზუსტად ის იმ ადამიანის ნაირი. ხო ეგრეა. ხო, კიდე რამა ძალიან გულთან ახლო მომივიდა ჟანა იმის სიტყვები რა. დღესაც რო საუბრობ. ნებისმიერ მოვლენაზე ასე ახსნა. ნებისმიერ მოვლენა რაც ხდება ჩვენ ხო გვიჩდება აზრი. ხო. მე რეიწყება შეფასებები. ხო? კი. ამიტომ ნუ დაიწყებს შეფასებებს და საერთოდ არა ყველაფერი კარგავს იმას, რა ქვია, თავის ძალას. შეფასებების გარეშე თუ გაატარე. საერთოდ რო ყურადღება არ დავთ. ხო, ანუ შეფასებას იწყებს ჩვენი ისა, მე, შიგნით. არის იდეალური. ეგ მაგას უნდა შრომა. რომ მიხვიდე მანდ. კი, გამომუშავება უნდა. ეს რატო ვთქვი, რომ მე ადრე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ვტიროდი ამ ყველაფერს და ეს აღარ ვარ. ალბათ მივალ იქამდე გია. ეგ არის საუკეთესო ვარიანტი. მანამდე რო ახვიდე რომ ამას დრო აღარ დაუთმო და არ შეაფასო, მაგას რა ჯობია. ხო, აი ესეც საინტერესო მაგალითი მოიყვანა რომ აი წარმოიდგინე. ცივი, ცხელი. ხო? ხო. კარგი, ცუდი. შენ ამ კარგსა და ცუდ შორის ხო მესამე ხარ? მოიგრეკა. შენ კონკრეტულად არც კარგი ხარ, არც ცუდი ხარ, რაღაც მესამე, რომელიც შეფასებას აკეთებ. რა არის კარგი და რა არის ცუდი. კი. და შენ რა გამოდიხარ? გამოდიხარ ნეიტრალური. შენ რასაც მიაქცევ ყურადღებას, იმას აიღებ იმ ენერგიას. ხო. ხო? თუ კარგს მიაქცევ ყურადღებას, კარგ ენერგიას აიღებ. მაგრამ ყველაზე დიდი უპირატესობა იმაში გაქვს, რომ შეგიძლია ორივეზე ნეიტრალური იყო. როგორც ღმერთი. ხო, აი ამაზე. როგორც ღმერთი, გია. ამაში, ანუ შეფასებებს აღარ აკეთებ. ეგრე ღმერთია. ხო და მე რა წერია, განხორთობა აი გაქვს ადამიანის, როდესაც ზუსტად ეგ არის და მანდამდე რომ მივიდეთ, თუ მივედით, არ ვიცი, ეგ არის აზროვნების გარეშე, დაფიქრების გარეშე. მაშინ ნერვებს აღარავინ მოგიშლის. ვერ მოგიშლის, არ მოგიშლის. არა. ეცდება, მაგრამ შენ უკვე არა, ისიც გაღმრთობილი იქნება. არა, ნუ ეგ ბოლო ეტაპს თუ ლაპარაკობ არის სხვა, მაგრამ მე ახლა ვიძახი. ძალიან მაგარი დასაფიქრებელი საკითხია. კი, ყურადღებას რასაც არ მიაქცევ და არ გააცოცხლებ, ის ყველაფერი ფაქტიურად ყურადღებას არ მიაქცევზე არ არის, ნახე დააკვირდი ჟანა. ყურადღებას გინდა არ გინდა მიაქცევ, როცა რაღაცა ხდება, ან სიტყვა მოქმედება. შეფასებას თუ არ გაუკეთებ. ხო, ეს უკვე შეფასება. კი. ეს ცუდი იყო თუ კარგი იყო, თუ ამის შეფასებას შეაჩვევ twins, რომ შენ შეფასება არ გააკეთო და უბრალოდ მიიღო მოვლენები ისე. ნახე, როცა დრო გადის და მოვლენებიც გადის. ეგ, რომ ეგ გააკეთო. გულში არ გექნება რაღაცნაირად დარდი. ხო, დარდი კლავს ადამიანს და დარდი. თუ დარდი არის გულში, მაშინ უნდა თქვა.
მიხვდი? თუ გაქვს თუ გაქვს დარდი, ეს უნდა თქვა. არ შეიძლება ჩაყრა. მანდამდე არ უნდა მიიყვანო. მანდამდე არ უნდა მიიყვანო და ამას დიდი შრომა უნდა. ამას უნდა ძალიან დიდი რა ვიცი, გზა. ზოგი გამოდის და შეიძლება ვილანძღოს, იმიტომ რომ მეტი არ შეუძლია, ესეც არ შეუძლია. მიხვდი, ესე რომ გასცეს პასუხი. აბა ჩხუბები რატო ხდება გია? ხო? ზოგი ჩხუბობს. და შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, რომ ერთმანეთს რაღაცა დაარტყან, ხო? და ნელ-ნელა მე ვფიქრობ, რომ წინა ვარ. ვიდრე 4 წლის წინ, რაც ვიყავი და ნერვიულობდი და ვტიროდი, დღეს უკვე უფრო წინა ვარ. ნელა ალბათ იქამდე მივალ, რომ არ მივაქციო, კომენტარებიც გამოვაქვეყნო, დავუშვათ. რას მეუბნებიან? ეხლა ხო არ იცით თქვენ? და ჩემთვის ეგრე ჯობია. მაგრამ მე იქამდე რომ მიხვალ, რომ ეს ყველაფერი გამოიტანოს აშკარაოს, არ არის ადვილი. შენ ხო გქონდა არხი, ხო გაქვს. სხვათა შორის მინდა რომ გაცოცხლდეს გიას არხი და ალბათ გააცოცხლებს, რა ვიცი. მალე არ არის ადვილი, გამოიტანო ეს ყველაფერი. გამოაქვეყნო. რას გულისხმობ? აი, რაც არ გეკადრება იმას რომ ვიცი. ხო რა, მე არაფერი მქონია პირადად, მაგრამ გასაგებია, მაგრამ არ არის ადვილი. მაინც. არა, ხო და ნახე. ახალი არხი გაგშენ და იმიტომ. სწავლებადია, ესე იგი ადამიანს აქვს უნარი, რომ გამოიმუშაოს ეს თვისებები. ნეიტრალურად უყუროს მოვლენებს. ეხლა უყურე ვიღაცამ რაღაც. რთულია, ძალიან რთულია. ვიღაცამ რაღაც გითხრა ცუდი. ხო, აი წარმოვიდგინოთ ერთი მაგალითი უბრალოდ. ხო. ეს პიროვნება ბავშვობიდან რაღაც პროგრამებით არის აღზრდილი, ხო? რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა ინფორმაციას იღებდა, რას უყურებდა ოჯახში, ურთიერთობები როგორი იყო, მეგობრებთან ურთიერთობა. ანუ უამრავი პროგრამები, ინფორმაციების ისა აქვს, მთელი კოლაჟი, ხო, ტვინში. და იქიდან აკეთებს შეფასებებს, რა არის კარგი და რა ცუდი. ხომ ასეა? და წარმოიდგინე ეს ადამიანი სადღაც ამ სამყაროში რაღაც დროის, რაღაც მონაკვეთში, რაღაც ადგილას იმყოფება. აი ამ გამოცდილებით. და აღმოჩნდა, რომ იმას შენ გიყურა რაღაც და ახლა აი ამ პროგრამებიდან თავისი ბავშვობიდან მოყოლებული თავისი წარმოდგენები და თავისი ილუზიები და თავის ყველაფერი რაც გააჩნია. რასაც თავისი პლუს დაურთებ მეს და ეგოს და წამოვიდა ახლა ეს დინამიკა, ეს რაღაც ლაპარაკი, კომენტარი, ის ფიქრი რაც შიგმოიხარშა იმ ადამიანში. ეხლა დააკვირდი ესეთ მოვლენას. შენ ხარ ეხლა სულ სხვა გამოცდილებით, სხვა წარმოდგენებით, სხვა გამოცდილებით, ხო? და მოვიდა შენამდე ეს ინფორმაცია. აი რა არის ეხლა ეს ინფორმაცია მითხარი? სულ სხვა გამყოფი ადამიანის. აი არაფერი, შენ შეგიძლია ეს გააცოცხლო, შინაარსი შეზძინო, შეგიძლია საერთოდ აი როგორც მტვერი როდევს აი მაგაზე რა ქვია. გარდირობის თავზე რო ვერ ამიტომ რომ ის ადამიანია ჩვეულებრივი შენნაირი, იმასაც ვერ გრძნობ თუ შორს არის რაღაცა და დაუშვათ კილომეტრებიდან აქცეს, აღიქვა რომ ჩვეულებრივი შენნაირი ადამიანი გწევს ამას და ძალიან ახლო. არის შენ გვერდზე. ხო და ნახე მე რაზე ვლაპარაკობ, იცი? შენი იმის წარმოდგენებს და უპირისპირდა უკვე შენი წარმოდგენები ამ საკითხზე. წავიდა შეფასებები, იმანად შეფასებები გააკეთა შენ მიმართ და შენ კიდე შეფასებებს აკეთებ ახლა მის აქციაზე იმის მიმართ. ზუსტად ეს არის. შეფასებები აკუჭებს ყველაფერს. და შენ სამფრივად თუ შეგიძლია ძალიან კარგად მესმის. ეს უნარი გამოიმუშაო, შეფასებები არ გააკეთო მაგ სიტუაციაში. იცი როგორ იქნება? ძალიან კომფორტულად იგრძნო თავს. ეს აქედან უნდა მოდიოდეს. ხო და მაგ თუ აქ თავისუფალი ხარ, ნუ იტყვი.
უნდა განთავისუფლდე ხო და აი ამ პროგრამებისგან ჟანა შეფასებები არ ამას მუშაობა უნდა რა ვიცი აბა ვნახოთ გოგო მუშაობა უნდა როგორ მე ფიქრობ რომ წინა ვარ ზან წინა ვარ წასული რა როგორ თქვა განვითარებული ხო ვიდრე წლების წინ რომ დავიწყე ეს საქმე და ვნახოთ ნენელა ხო ვიზრდებით მე არ ვაპირებ თავი დავანებო ჩემს საქმეს იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგისთვის შეიძლება ეს არაფერია და მოვაკეთებ დავუშვათ მომისმინე იმაზე რა აი დარდით ვარ გააკეთებ მაგრამ ჩემთვის ეგრე არ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი საქმე იმ ძველ მაშინ რო იგავებში წერია გონიერი შიგნით დევნის სულსო და უგუნური გარეთო აი ამ კონტექსტში შენ როგორ შეაფასებ აი მაგ იგავს გონიერი შიგნით დევნის თავის სულს უგუნური კიდე გარეთ ეს შიგნით და გარეთ რა განსხვავებაა გონიერსა და ანუ შიგნით დევნის სულს შიგნით უნდა დაალაგო მაშინ რა დიდი შრომა უნდა მაგ ყველაფერს უნდა იმუშაო მაგაზე დაალაგო გარეთ ეს არის ალბათ ხო რომ ლაპარაკობ შიგნით რა საქონდა გარეთ გამოგაგ და შიგნით დევნის და დევნის სიტყვა დევნის რას ნიშნავს ხო მაგას ნიშნავს რომ უნდა ჩაალაგო შიგნით ყველაფერი ძალისხმევაა დევნა ხო ძალისხმევაა ხო დაალაგო ლამაზად ყველაფერი თავის ადგილას მიუჭი მაგრამ ნახე არასწორი შიგნით დევნა შეიძლება ეს იყოს ისეთი სტრესი რომ მაგას ვიდან გადავიდეს ადამიანი თუ შეგიძლია რატომაც არა ძალიან მაგარია შიგნით რო დევნოს სული ჟანა ამასაც თავისი სწორად მიდგომა სჭირდება ხო უბრალოდ ითმინო ეგ ნიშნავს გაიბერო ამოხეთქო და მე ვიღაცას ის მოუტანო რა ქვია ხო მაგას ჯობია ისევ ცოტა გამოუშვა ეს რა თქმა უნდა დაიჭლუტო ვიდრე სულ გაიბერო და გასკდები ერთიანად ხო კი ზოგი ეგრე აკეთებს გონიერება უკვე მაშინ არ არის მაგასთან კავშირში თუ მარტო აგროვებ რომ მე გასკდე გონიერი შიგნით დევნის სულს ნიშნავს რომ გონიერება არის საჭირო როგორ გააკეთო ეს რა თქმა უნდა და სწორედ დღეს არსებობენ უკვე ადამიანები დედამიწაზე ვინც ძალიან დიდ პრაქტიკებში არიან გამოცდილებაში არიან როგორ გაანეიტრალონ ეს გული როგორ გაიწმინდო შინაგანი ეს ყველაფერს ცოდნა უნდა ხო გია 2 წელიწადი დამჭირდაო რომ მთელი ბავშვობის ეს პროგრამები სულსგან გავთავისუფლებულიყავია ალექსი გოგოლაძე ხან ტიროდიო ხან ვიცინოდიო ხან აი ყველაფერი იყო რომ გამოსულიყავია იმ დაგროვილი ხო რომ შეხედო ალბათ გიჟი გეგონება ადამიანი შორი და რომ შეხედო იმ მომენტში კი ხო არა და სინამდვილეში ხო ისე უნდა მიხვიდე მანდ ფსიქიკა გვაქვს დაზიანებული ამდენი პროგრამა მანდამდე თუ არ მიხვედი ვერ განიწმინდები ხან უნდა იცინო ხან უნდა იტირო მართლა ალბათ მანდამდე უნდა მიხვიდე და ზოგჯერ შეიძლება საერთოდ გაჩვენდე არაფერი არა თქო ხო იცი მაგასთან რომ ჩავიდე ერთი ეგრეა ხო ჩუმად რო იყო ხო ერთი სიტყვა არ იყო ჩავეხუტეთ ხო უბრალოდ ჩამეხუტაო არც ვიციო რატომ მოვიდიო ჩამეხუტაო დაიწყო ტირილიო მეც ვიტირეო და ალბათ აი მანდამდე რომ მივაკაცო გადამეხვია და წავიდაო სიტყვა ყველაზე დიდი გაგება ხო უკვე ადამიანი სიტყვით ყველაზე ძალიან ძლიერია ადამიანები ერთმანეთს თუ იგებენ სიყვარული და სიტყვები ყველაფერს აფუჭებს კი თუ ჩვენ კიდე ამდენი ვილაპარაკეთ მაგრამ ვერ მივართ იქამდე თუ არ ვილაპარაკეთ საუბარი საჭიროა რომ გააზიარო შენი შინაგანი ხო ეს ღმერთის განა გვაქვს ჩვენ მეტყოლების უნარი და ეს ძალიან აუცილებელია სიტყვა თავარია სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი თავდაპირველად თანაც სიტყვა იყო წავედით რა ვიცი აბა იმედია რომ
გამხნევათ. ჩვენმა საუბარმა დილისა. მიყვარხარ თქვენ. რაზე უნდა ვიფიქროთ იცი ჯანა. უბრალოდ ჩვენ დაყოფილი გვაქვს დღე და ღამე, დღეს, ხვალ, ზეგ, წინასწარ. სინამდვილეში ეგენი არ არსებობს. არც გუში, ეს უბრალოდ მეხსიერებაში ეს სად არის გუში მთელი დღე? არ არსებობს და არც ხვალინდელი არ არსებობს. არსებობს. მუდმივ აწმყოში ვიმყოფებით, მეხსიერებაში მარტო. ხო. და სულ ამ მუდმივ აწმყოში რო ხარ. გაალამაზე ცხოვრება. ველამაზებ. ყოველდღე მაგას ვცდილობ. ნუ გააფუჭებ შენი სიტყვით, შენი საქციელით. ამ აწმყოში ვიბადებით, ამ აწმყოში ვიზრდებით, ვერდებით და ვდებით. არანაირი არც მომავალი არსებობს და არც წარსული. არა. მუდმივი აწმყოა. მარტო სიტყვებია. აქა ვარ, სულ მუდამ აქა ვარ. ეს დღე და ღამე უბრალოდ ჭრდილი. ხო და ეს გავაკეთო, ის გავაკეთო, ტვინში. დედამიწას მოეფარა, ხო? და ეს აწმყო ისა რა ქვია? ბიაბურდება. ხო, ვაფუჭებ. ბიაბურდება. ვაფუჭებთ მუდმივ აწმყოს. ვაბიაბურებთ გოგო. ამიტომ ყოველთვის თქვენი სიტყვა იყოს მადლიანია, თქვენი საქციელი. გაამხნევეთ ერთმანეთიო. ვამხნევებ, მე სულ ვამხნევებ. გააძლიერეთ. ჩემი საქმე ეგ არის. მით უმეტეს რაც მოახლოებულია აღსასრულია, არ ვიცი, ქრისტიანობაში ეს აღსასრული შეიძლება მართლა ამ თვითონ სისტემის აღსასრულია თორე კაცობრიობის აღსასრული არ იქნება. სისტემა რაც უფრო დრო გადის, უფრო ჭანჭიკებს უჭერს ადამიანებს, უფრო რთულდება ცხოვრება, არა და წარმოიდგინე სისტემა რო არ იყოს, რაც ყნარია გარემო, ბუნება, ყველაფერი. ხო? რო არ არსებობდეს ეს ეკონომიკა, ეს პოლიტიკა, ეს ყველაფერი. აი უბრალოდ დღეში რო გადიხარ, ყველაფერი მთავრდება, ხო? კი. არავინ აღარ არსებობს. მარტო შენ. და რა იდეალურია სინამდვილეში დედამიწაზე ყოფნა ადამიანისთვის. აი ამ სისტემის აღსასრული უნდა მოვიდეს რა, აი პოლიტიკის, აი ყველაფრის და სანამ რაც უფრო მოახლოებულიაო ერთმანეთი გაამხნევებთ პავლე მოციქული. ერთმანეთის სატარებელი ატარებთ. შეეხიდეთ. ვისაც სულს ეს ყველაფერი და ვისაც მოსწონს, ვინც ჩემიანია. მე სულ მაგას ვაკეთებ ყოველ დღე. აი პავლემ რაც თქვა. გაამხნევეთ ერთმანეთიო. და ეხლა ვინ როგორ ფიქრობს უკვე ეგ ჩემი საქმე აღარ არის. ამ ყველაფერზე ვირას ფიქრობს. და ეს გამოვიმუშავოთ. უნარი საერთოდ ყველასთვის ვისურვებდი ამას, რომ შეგვეძლოს ყველაფრის განეიტრალება. იმიტომ ჩვენ როგორც არსებები ნეიტრალურები ვართ, უბრალოდ შეფასებებს ვაკეთებთ რა არის კარგი და რა ცუდი. და ეს იწვევს ჩვენში ემოციას და ემოცია კიდე განცდა და განცდა უნდა განიცადო. და მე ფსიქიკას ვიკრებთ. რაც ნაკლები შეფასება არის, ნაკლები ემოცია და ნაკლები ტკივილი და განცდა არის. გისურვებთ, მიხვიდეთ მაგდონემდე, ჩემთასაც ვსურვებ. ყველას გისურვებთ, გოგოებო. წავედი ახლა მართლა. მიყვარხართ და დროებით.